რისი თქმა სურს და ვერ გეუბნება ჩაფიქრებულ ადამიანს, დღეს უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი შემოკარგებო. ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელთანაც არ გაქვთ ესეთი ინტენსიური კონტაქტი, ანუ შორიდან რის თქმას ისურვებდა ის თქვენთვის, ვარიანტი გვექნება ორი, შეგიძლიათ ორი ადამიანის ჩაიფიქროთ, პრობლემა არ არის. პირველი, მეორე ვარიანტი, ვფიქრობ, რომ გამოვიყენოთ გასაღებები ამ შემთხვევაში. ეს იქნება პირველი ვარიანტისთვის. პირველი ვარიანტი და მოდით ეს იყოს ესეთი ლამაზი გასაღები, რომელიც ვერ დავატრიალე ნორმალურად. მეორე ვარიანტის აი ეს იქნება. კარგად დააკვირდით, შემოკარგებო. პირველი და მეორე ვარიანტი, რომელიც უფრო დაგიძახებთ, ასე ვთქვათ, იმაში იმალება თქვენთვის ინფორმაცია, ორი წამით დაგაცდით და დავიწყოთ ინფორმაციის გაშღერება თქვენთვის. ვარიანტი პირველი თუნდა დავიწყო. ყურადღებით ჩაფიქრებული ადამიანის მხრიდან სათქმელი, ასე ვთქვათ, რას ისურვებდა, რომ ეთქვა ამჟამად, რომ გქონდეთ კომუნიკაცია, ხო? ისურვებდა თქვენს გაერთიანებას, ერთობას, საერთო აზრზე მისვლას. ეს არის გარკვეულწილად ის მოცემულობა, როდესაც ადამიანები ერთმანეთის აზრს არ მხოლოდ პატივს ცემენ, არამედ იზიარებენ და შეიძლება ამ საერთო აზრის გარშემო გაერთიანდნენ კიდევაც, შეიძლება ეს იყოს ფინანსური ჩართულობაც. ადამიანი ისურვებდა, რომ თქვენი მხრიდან ფინანსური ჩართულობა, გაერთიანება და საერთო აზრამდე მისვლა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ, ან თუნდაც ამჟამად, როდესაც თქვენ კომუნიკაცია არ გაქვთ აი ამ ეტაპზეც. თითქოს ის მისი მხრიდან ნაცადი ხერხები, ხრიკები, რომელიც ურთიერთობებში გამოიყენება ხოლმე სტანდარტულად, ასე ვთქვათ, ძალიან მრავალ ურთიერთობაში გარეული ადამიანების მხრიდან, ხო, ისინი წარსული ურთიერთობიდან ტესტავენ ათასგვარ ხრიკებს, მეთოდებს. აი თითქოს თქვენთან ეს მეთოდები აჭრის და თქვენზე არ იმოქმედა იმ ყველაფერმა, რაც მან განახორციელა თქვენი მიმართულებით და წესი და რიგით მისი გათვლებით, რასაც უნდა ემოქმედა, ხო? თქვენ რაღაცნაირად ახლიდან დაიწყეთ ცხოვრება, ახლიდან დაიბადეთ ამ ურთიერთობის შემდეგ. ფინანსური პოტენციალი არ არის ცუდი თქვენთვის, შეიძლება ეს სურვილი სწორედ აქედანაც გამომდინარეობდეს, რომ ადამიანი ისურვებდა, რომ მოდი გავერთიანდეთ, ხო? აი ამის თქმა უნდა ამ ეტაპზე. შეიძლება ამის თქმა უნდადეს, მაგრამ ვერ გეუბნებოდეთ, თუმცა ამავდროულად ელოდებოდეს თქვენი მხრიდან შეხმიანებას, ხო? ადამიანი ინტენსიურად მოლოდინის რეჟიმშია თქვენი მიმართულებით და აქ სამყაროს არკანი მოვიდა. სამყაროს არკანი. და იმპერატორი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ნაყოფიერი, დედობრივი, მზრუნველი და ადამიანი, რომელსაც შეიძლება დაეღებინოს მეორე ადამიანი, ისე რომ იმედი არ გაუჩრდება, ასევე ენერგეტიკულად ძალიან მიმზიდველი და გემრიელი ენერგეტიკა გაქვთ. არა აქვს მნიშვნელობა, მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები, თქვენ ასეთი ხართ მამაკაცების შემთხვევაში, ენერგეტიკულადაც ნამდვილად ასეთი ხართ. ეხლა რა ხდება მის რეალობაში? თვითონ მოდის თქვენზე ინტენსიურად ფიქრი, იმიტომ ფიქრობს ადამიანი თქვენზე ახლა ამჟამად. რა ხდება მის რეალობაში? რაღაცა საქმეზე დაიწყო მან მუშაობა. არ ვიცი ეს რას ეხება, თუმცა კონკრეტულად ამ საქმიდან მისი გაცვლა, ანუ განერიდა ის ამ სიტუაციას, ხო, გაეცალა, რას ვეხებით აქ? შეიძლება ბიზნესი, კი ბატონო, ბიზნესს ეხება საქმე, აქ ფინანსური მიმართულებით იკვეთება. აქ არ არის პირადი ურთიერთობები, ფინანსური მიმართულებით ადამიანს ჰქონდა კონკრეტული გეგმები, თუმცა მისი მხრიდან ძალიან ისეთი ინტენსიური მუშაობა რაღაცნაირად არ იყო შედეგიანი და მას მოუწია ამ სიტუაციის დატოვება. ესეთი სიტუაცია აქ. თქვენს მიმართ რას გრძნობს ახლა ადამიანი? გავიგეთ, რომ უნდა თქვენთან გაერთიანება და უნდა ამის თქმა, მაგრამ გრძნობის დონეზე რას გრძნობს? გულნატკენია ძალიან, დეპრესია, მენტალური პრობლემის დონეზე ჩავიდა თქვენი მხრიდან მიყენებული ტრამვა ამ ადამიანის ცნობიერში. ეს არის უკვე ღრმა მენტალი, როდესაც პრობლემა უკვე გარდაიქმნება ტრიგერად, ხო? ტრიგერი ვიცით უკვე რას ნიშნავს ჩვენ? კიდევ რას ფიქრობს? მერყეობს ადამიანის შეგეხმიანოთ თუ არა. მერყეობს, ინტენსიური მერყეობა იკვეთება აქ, იმიტომ რომ კონკრეტული არაკეთილის მსურველი ადამიანების მხრიდან ჩართულობა თქვენს ურთიერთობაში იყო ძალიან, ასე ვთქვათ, ხშირად
და შეიძლება ახლაც ვიღაცა ცუდად გიხსენიებდეთ, რაღაცნაირად აქეზებდეს, რომ რა კარგია რომ ეხლა არ გაქვთ ურთიერთობა, ან რაღაც ასეთი შეძახილებით აქეზება, ხო, როდესაც ადამიანს ასე ვთქვათ, კიდევ დაუმატებ და ისედაც პრობლემაზე კიდევ პრობლემას მიამატებ. ან მისი წაძახილი იმას ემსახურება, რომ კიდევ უფრო გამწვავდეს სიტუაცია, ხო, და კიდევ უფრო დარჩეს ადამიანი უმოქმედობაში. კარგი, თქვენ როგორი ხართ მისთვის, როგორი ადამიანი ხართ მის ცნობიერში, როგორ წარმოუდგენელი ხართ, ხო? კარგად დაცული ადამიანი, თქვენი საზღვრები მკაფიოდ არის დაცული, თქვენი აზრის დასაცავად ყველაფერზე ხართ წამსვლელი, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულწილად მიგაჩნიათ, რომ სამყარომ რატომაც არ შეიძლება რომ თქვენს გარშემო იტრიალოს, ხო, რატომაც არა ესეთი მიდგომა გაქვთ, რომ თქვენი სიტყვა ჯერ ერთი არ არის უასროდ გამოფრენილი არასდროს, ეს არის ძალიან გათვლილი, გააზრებული და პრაქტიკაზე დაფუძნებული აუცილებლად და რატომაც არ უნდა იტრიალოს სამყარო, უბრალოდ ამას თქვენ ვერ იგებთ და სწორედ ის ასე გხედავთ, ხო? აი შეუძლებელია რომ მან დაუმსახურებლად თუ წარსულში ქონდა ასეთი პრაქტიკა კიდევ გაიმეოროს, იმიტომ რომ თქვენ ხართ დაცული და თქვენი სიტყვის თუ თქვენი აზრის დასაცავად შეიძლება ძალიან ინტენსიურ კამათშიც გადახვიდეთ, სადაც რა თქმა უნდა თქვენ თავს დაიცავთ, ხო? თუ გამოვა ადამიანი კონტაქტზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაქვს აქ ინფორმაცია, რომ არ არის ადამიანი ამჟამად კონტაქტზე თქვენთან. თუ გამოვა კონტაქტზე უახლოესი რამოდენიმე თვის მანძილზე. მოსალოდნელია კონტაქტზე გამოსვლა და ამავდროულად ის დატოვებს თავის ეგოს, ასე ვთქვათ, ის გადააბიჯებს თავის პრინციპებს, ნახეთ, გადააბიჯებს თავის პრინციპებს იმისთვის, რომ თქვენთან მოვიდეს, იმიტომ რომ თქვენ ხართ თასების დედოფალი და ძალიან მიმზიდველი ენერგეტიკით. ნახეთ, ზემოთ როგორც გითხარით, აი აქ თქვენ იზიდავთ მას, შეიძლება ქვეცნობიერად, თქვენ ვერ ცაცნობიერებდეთ ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ გაქვთ ძალიან მიმზიდველი და გემრიელი ენერგეტიკა, ასევე ფინანსური ენერგიები ძალიან კარგად მუშაობს თქვენთან. შესაბამისად, გამორიცხულიც არ არის კი არა და მოსალოდნელი არის, რომ ადამიანი უახლოესი რამოდენიმე თვის განმავლობაში შეგეხმიანოთ და როგორი იქნება ეს ყველაფერი, ესეც გავიგოთ. ნამდვილად გაგახარებთ, ეს შეიძლება აი მეცხრეცაზე წახვიდეთ სიხარულისგან, ესეთი მოცემულობები წარმოვა. და თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, ჩემო კარგებო, რომ რა თქმა უნდა, თქვენ სულიად საკმარისი ხართ იმისთვის, რომ თქვენს გარშემო იტრიალოს სამყარო. ეს კიდევ და კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ ამ შეხედულებას, რაც არაჩვეულებრივია, სწორი შეხედულებაა და მე ამაში გეთანხმებით ნამდვილად, ხო? აი ეს იყო რაც თქვენთვის მინდოდა რომ გადმომეცა პირველი ვარიანტი, დაგემშვიდობებით და მადლობა მოლოდინისთვის. მეორე ვარიანტო, ეხლა გადმოვალ თქვენთან და თქვენზე გავშიფროთ ინფორმაციები. რისი თქმა სურს ადამიანს. ამ ეტაპზე არაფრის თქმაც არ სურს პირდაპირ გეტყვით თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს, იმიტომ რომ თავის ქერქშია ჩაკეტილი უმოქმედობა და საკუთარ თავში ძიების პროცესებია დაზრული მის რეალობაში. და ამ მოცემულობის პარალელურად მასთან მიმდინარეობს საკუთარ აზრებთან ბრძოლის ინტენსიური მომენტები, ახსენდება კონკრეტული მოცემულობები წარსულიდან თქვენთან მიმართებაში და ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჩაკეტილ წრეში ატრიალებს. ნახეთ როგორი სიტუაციაა, როდესაც მოდის თქვენზე ფიქრები, ეგრევე ადამიანი ბრუნდება წარსულში, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი წარსული. რის თქმას ისურვებდა ახლა საშუალება რომ გქონდეს. ანუ სურვილის დონეზეც არ სურს რომ რაღაცა გითხრათ ადამიანმა, ძალიან სამწუხაროა და უცნაური სხვათაშორის რატომ არის ეს სიტუაცია? რატომ? აბა ნათლად წამოვიდეს უფრო ინფორმაცია. თქვენ მიატოვეთ ადამიანი ეს კონკრეტული, თქვენ გაეცალეთ მას. თქვენ გაეცალეთ ამ ადამიანს. რატომ? აქ შეიძლება პირველ რიგში მაგიურ ჩარევას ჰქონდა ადგილი და ამის გამო მოგიწიათ გაცლან სიტუაციები ასე წავიდა, ან თქვენივე ხელით შექმნით ისეთი მოცემულობა, სადაც უკვე გაუსაძლისი იყო ცხოვრება და ადამიანი გაგეცალათ ემოციურ დონეზე ჩამოქცილდა და ჩაიკეტა, რატომღაც ასე მინდა გავაჟღერო აქ. თუმცა სამომავლო პერსპექტივაში ადამიანი ელოდება, რომ თქვენ შეეხმიანებით დაბრუნდებით მასთან და
დიდი ალბათობით მე ხავ უკვე ვიცი რა მესიჯიც მოვა, მაგრამ მაინც თქვენც რომ დაინახოთ უფრო ნათლად, გავაჟღეროთ. რას ელოდება თქვენგან? რო თქვენ იქნებით წამყვან როლზე, მომართული ასე ვთქვათ, შეიძლება შეეხმიანოთ იცი რა ბოდიში და რაღაცა უნდა გაიღოთ ამ ადამიანისთვის. იმის გამო რომ მან ჩაგაგდოთ რაღაცა და უბრალოდ სიტყვაც კი დაგიბრუნოთ, აი თქვენ რაღაც დიდი წვლილი უნდა გაიღოთ ამისთვის, ესე უბრალოდ თემა არ არის საქმე, ხვდით? ფინანსების გაღებაც შეგიძლია მოგიწიოთ, იმიტომ რომ ფინანსების მოყვარულ ადამიანს ვეხებით აი აქ. ფუფუნება უყვარს ადამიანს, ფუფუნების ნივთები, სიუხვე, რაც გჭირდება და არ გჭირდება, ყველაფერი უნდა გქონდეს და ის ინტენსიურად ელოდება თქვენს გამოჩენას. კი ბატონო, თვითონ ნამდვილად ამწუთას რა სიტუაციაში შემის ენერგეტიკული მდგომარეობა, აბა გავიგოთ ესეც. სწრაფი ამბის სახით რაღაც შეიძლება შეიტყოთ მასზე, რა შეიძლება შეიტყოთ? შეიძლება შეიტყოთ, რომ ადამიანს ძალიან გაუმართლა რაღაც მიმართულებით და ეს არის იღბლის გახსნა, ბედის გახსნა, შეიძლება ფინანსურ ენერგიებს ვეხებოდეთ აქ პირდაპირ, აი ორი ახალი ამბავი, ნახეთ რას გულისხმობ, ადამიანთან დაკავშირებით მოდის თქვენთან ახალი ამბავი, რვიანების კვერთხები და მზე, ახალი ამბავი, რაც ეხება ფორტუნას, ბორბლის გახსნას მის ცხოვრებაში და თქვენ ამ ყველაფერს შეიტყობთ. აქ ისეთი ენერგია მომდის, რომ თქვენ არასათანადოდ ხომ არ მოიქეცით ამ ადამიანს, მოდი ესეც ამოვიღოთ. რატომ მოხდა ესე, რომ ახლა ადამიანი არ არის კონტაქტზე? ან თუ არ არის სათანადო დონეზე? თქვენ თქვენი ეჭვიანობით, დაბალი თვითშეფასებით შეიძლება ადამიანი გააბეზრეთ უბრალოდ და იცით რა, ყოველწუთიერი ეჭვიანობა ნამდვილად არ არის სასიამოვნო ურთიერთობებში, მე ყოველთვის ამას ვიძახი ხოლმე, თქვენ გამოიწვიეთ ეს ყველაფერი, რომ ადამიანი ჩაიკეტა, იცით რა, თქვენს მიერ არის გამოწვეული. აქ სხვა პროცესი დიდად არ არის, ხო გეუბნებით, აქაც ზემოთ იგივე გითხარით, ეხლა მინდა დაგანახოთ, ეს არის მაგის არკანი, შესაძლოა მაგიური ზემოქმედება ყოფილიყო, მაგრამ შესაძლოა თქვენივე ხელით შექმნით, თქო მე ზემოთ გითხარით და ნამდვილად ეს არის ასე, თქვენ თქვენივე ხელით შექმნით ეს სიტუაცია, როდესაც ადამიანს აიძულეთ, რომ მისი საზღვრები უკვე ადამიანს მისი საზღვრებისთვის ბრძოლა დასჭირდა თქვენთან, ან თქვენი უნდა გასულიყო სიტყვა, ან მისი და უბრალოდ ადამიანი იზოლირდა და ჩაიკეტა, ნახეთ ხო? ორი ერთნაირი მესიჯი, ანუ აქ ინფორმაციას წყალი არ გაუვა, როგორც ვიტყვით ხოლმე. კარგით, უახლოესი რამოდენიმე თვის მანძილზე თუ მოხდება მისი მხრიდან დაკონტაქტება, ძალიან საინტერესოა. ნამდვილად არ მოხდება მისი მხრიდან დაკონტაქტება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეშინია ნაბიჯის გადადგმისა და არც აქვს სურვილი რომ გამოვიდეს თავისი სივრციდან და მეორე ის თავის ასე ვთქვათ ეგოს ამოძახილს ვერ გადააბიჯებს, იმიტომ რომ მისი ეგო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე შეიძლება წარმოსახვის დონეზე ამას ხედავდეთ თქვენ მასთან დაკავშირებით. შეიძლება ოჯახური კავშირიც იყოს ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში, მეუღლეებზე შეიძლება ვსაუბრობდე, რომელიც ახლა აღარ ხართ ურთიერთობაში. ასევე შიშები იკვეთება, თქვენი მხრიდანაც, მისი მხრიდანაც შიშები, რომელიც ფლად მართავს ადამიანს, აი არ ვიცი, ამდენად კარგად ჩანს ეს ყველაფერი. ძალიან ესეთი ინტენსიური შიშის ენერგია მოდის, ხო? შემდეგ რა იქნება, ანუ მომავლის შიში. მე რომ ასე მოვიქცე, მე რა მოხდება? აი ეს გიტრიალებთ თავში. მოდი მაინც გავიგოთ მისი გრძნობები ახლა. კი ბატონო, შეიძლება რაღაცის თქმა არ უნდადეს ადამიანს და საერთოდაც არ უნდადეს თქმა, მაგრამ გრძნობა არის, ამას ვერაფერს ვერ უძავს ადამიანი და რას გრძნობს ახლა თქვენს მიმართ? იცით რა არის? აქ სასიყვარულო ურთიერთობას ვეხებით, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს უბრალოდ ნაცნობის დონეზე, მაგრამ აქ უფრო სასიყვარულო ურთიერთობის ენერგიები მოდის და რატომ ახლა გეტყვით, რას გრძნობს ადამიანი, ხო? ეს არის ამაღელვებელი გრძნობები, რომელიც თავეწილებას ტოვებს ხოლმე ადამიანთა ცნობიერზე.
ადამიანი ჯერ ერთი თვითონ არის ძალიან ისეთი ვიზუალურად ეფექტური და შთამბეჭდავი, რომ გაივლი შეიძლება 10 კაცს და 10 შეხედოს ეს კონკრეტული ჩაფიქრებული ადამიანი და რას გრძნობს, ხო? ანალოგიურად თუ თქვენ ის მოგწონდათ და ახთოვანებული იყავით მისით და აკებდით ის ანალოგიურად გიბრუნებდათ, აი როგორი მიდგომა აქვს მას ნახეთ, როგორც მომექცევი, ისევე მოგექცევი, როგორი გრძნობითაც იქნები, ანალოგიური გრძნობით ვიქნები. ანუ გრძნობების დონეზეც კი მართავს ადამიანი თავის თავს. აქ უკვე რაღაც ასე ვთქვათ, გულწრფელი გრძნობების მომენტი არ არის აქ, ეს არის რა თქმა უნდა გათამაშება ადამიანის მხრიდან, ხო, როგორ შეიძლება ესე იგი მე თუ მიყვარს ადამიანი და მაწყენინა, ესე იგი უეცრად იმას თუ ვძულვარ, მეც შევიძულებ, აი ესეთი რაღაცეები არ ხდება ძალიან სწორად მინდა რომ გამიგოთ, იმიტომ რომ გრძნობა არის გრძნობა, ესეთი მარტივი სამართავი არ არის გრძნობების ასე ვთქვათ მიმართულება, ხო? თუმცა რაღაცა ნაწყენიც არის, ხო ხვდებით, აი რას გრძნობს? ანუ სიყვარულთან ერთად არის ნაწყენი რაღაც დონეზე, იმიტომ რომ ეს არის ფლირტის მოყვარული ადამიანი, როდესაც ადამიანი მუდამ მზად არის, რომ სხვებსაც ეფლირტაოს თქვენთან პარალელურად, იმიტომ რომ ყარადაც არ აზის, სულ მომზადებულია, ხო ხვდებით? სულ მზად არის თქვენთან მიმართებაშიც, სხვებთან მიმართებაშიც, თუმცა როდესაც ვერ დააფასეთ ეს ხო მან ესე მიიღო ეს ყველაფერი და ესე გრძნობს, ხო, რომ ვერ დააფასეთ და გაგიცალათ, ანუ თან არის ნაწყენი. წყენა და რაღაც დოზით სასიყვარულო გრძნობები. ეს არის სწორედ ის, რასაც ახლა განიცდის ეს კონკრეტული ადამიანი თქვენს მიმართ. კი ბატონო, აი კიდევ რამე ხო არ უნდა იცოდეთ ამ ადამიანზე, იმიტომ რომ ცოტა არ არის გახსნილი ინფორმაცია. უი, ძალიან ისეთი აგრესიებია, პროტესტებია თქვენი მიმართულებით. ურთიერთობაც კი არის დასრულებული, ხო? თქვენ არ ახართ ახლა კონტაქტზე, ეს არის კოშკის ენერგიები, დასრულებული ურთიერთობა, ასევე სამომავლო პერსპექტივაშიც. და აი სიკვდილის არკანიც, ნუ მოკლედ შემოკარგებო აქ დიდად, ნუ მოეჭიდებით. თავისით აგრძელებს არკანები მოსვლას, ხო? ნახეთ. მეეტლე და ოჯახის არკანები ეს ნიშნავს შემოკარგებო იმას, რომ თქვენ კი გაქვთ ამისი შესაძლებლობა, რომ მოცემულობები სასურველ ნოტაზე გადაიყვანოთ, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ აქ ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეთ, მედიტაცია აუცილებლად, რისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი და რა შედეგს მოიტანს მერე, უბრალოდ მინდა და всё, მე მინდა, არასწორი გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოთ ამ მომენტში, როდესაც ამ ადამიანს ვეხებით, კარგად დაფიქრდით, გაიაზრეთ, რისთვის გინდათ ეს ადამიანი, ეს უბრალოდ თქვენი ეგოს ამოძახილია, სიამაყის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ უბრალოდ გულწრფელი გრძნობები გაქვთ, იმიტომ რომ ადამიანს ნამდვილად არა გულწრფელი გრძნობები თქვენი მიმართულებით, ამაზეა საუბარი აქ. აი სულ ეს სიყვარულის გაშღერებაც მინდოდა, მეორე ვარიანტი ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იმოქმედეთ ამ ადამიანთან, იმიტომ რომ აქ ძალიან ისე დასრულებულია თქვენი ურთიერთობა უკვე, აღმოცენების შანსი რომ ნულზე არის დასული, აი ის მომენტია თქვენს შემთხვევაში, ხო? არაფრის თქმაც არ უნდა ადამიანს. გავიგეთ ყველაფერი. იმედია თქვენც მიხვდით, დროებით მომავალ ძალიან საინტერესო გაშლამდე.